დადგა გაზაფხული, აყვავდა გლიცინიები, ცის ვაზი და მე ვიწყობ ჩემს კაბინეტს. ამაზე ლამაზი კაბინეტი არ ვიცი ვის აქვს. 1 მაისიდან აქ ვზივარ ხოლმე ხშირად, კაფის წინ, მოხერხებულად. ეხლა რა მინდა რომ გაჩვენოთ, ბევრი გვეკითხება, რითი ამაგრებთ თეფშებს გვეკითხებიან. ერთი კაცია, ქვია ბატონი გიორგი, უფროსი კაცია, ჩვენი მამის თაობის კაცი. და ის ამზადებს ასეთ სამაგრებს, ნახეთ. ასე ზამბარაზე. პატარა თეფშებისთვის, საშუალო თეფშებისთვის და დიდი თეფშებისთვის. ამას გამოზდებ ამ თეფშს და ჩვეულებრივად დაკიდებ, აი. გაჭიმავ, ცოტა საფრთხილოა რომ თვალში არ მოგვხვდეს. აი. აი. და აქ საკიდი აქვს. ჩვეულებრივად. ეს თეფში ნინო კვაჭანდირაძე მაჩუქა და ძალიან მომწონს. ჩიტები ახატია. კუზნეცოვია სხვათა შორის. ლამაზი თეფშები მაქვს შეგროვებული. სულ ყველას ან ჩამოციცქნილი აქვს, ან ჩამოტეხილია, რომელიც აღარ გამოდგება, რა თქმა უნდა. და აქ მოვიწყობ, მოვიფუშფუშებ. ეს ბახვიდან მაქვს წამოღებული, ჩემი ბებიასია. საიდან აღმოჩნდა ეს ინგლისური თეფშია ძვირფასი. იქ საიდან აღმოჩნდა არ ვიცი. ნახე რა ლამაზია. აქ ბახს ძალიან უხდება. ეს ქალბატონმა მზია გომელაურმა მაჩუქა, ვაიმარია. ძალიან ლამაზია, ამასაც აქ დავიკიდებ. ასე. ეს იმ დიდი ფაიანსის სუსანას ამბებია, ძალიან ლამაზია. ამგონდა არ არის ფაიფური, ფაიანსია, მაგრამ ნახე სულ ხელითაა დახატული და ძალიან ლამაზია. ეს იებიანი ძალიან მომწონს. აქ იყოს ესეც. ეს მაიამ მაჩუქა, ჩვენმა მაიამ. სახშიც ლამაზია, მაგრამ აქ განსაკუთრებულად ლამაზია, ნახე სუფერწერა. ესეც მაიამ მაჩუქა, სადღაც იყიდა. მისი არ არის. ამასაც აქ დავკიდებ. ესენი ძვირფასი ჭურჭლებია. ნახე. ძალიან ლამაზია, ეს ძალიან დიდრულ ოჯახებში იყიდია ხოლმე. ინგლისია, მე მგონი რა თქმა უნდა დაზიანებულია, გატეხილია ზოგი, ეს გატეხილია, გარესტავრირებული იყო, აი. ეტყობა კიდეც. ამას თავისი საკიდი მოყვა მაქვს თულით. ესეც ნახე რა ლამაზია. ესეც მაიამ მომიტანა საიდანღაც. ბევრი ახლა რაც ამ დიდებსაც დიდებით დავკიდებ. ნახე რა ლამაზია, მაგრამ აგი ჩამოციცქნილი აქვს და უშნოა უკვე. ამით უკვე საჭმელი აღარ გამოვა. ამიტომ ამ დიდით დავკიდებ. ეხლა გიჩვენებ. აი დიდებია, ნახე. ეს კარგად აკეთებს ამ ამბავს. ჩვენთან შეგიძლიათ ამისი შეძენა ამ საკიდების, ბატონი გიორგი სიამოვნებით მოაქვს. ეხმარებით რომ გაუყიდოთ. რა კაი მოგონება აქვს. ეს სულ იყო სხვათა შორის. დიდი ხანია რაც ეს მეთოდი არსებობს. მაგრამ ეხლა რო ვიპოვე ადამიანი ვინც ამას აკეთებს, ეს ძალიან კაია. აი ასე დაკიდებ. ძალიან კაია, მიხარია. გვაქვს დიდი, საშუალო და პატარა. კაბინეტის მოვაწყვი ამასობაში.